მოგესალმებით ყველას ვიდეო ლესენზე, მე ვარ მიშო. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ Adobe Photoshop CS6-ის შემსწავლელ კურსებს. დღეს ჩვენ ვისწავლით თუ როგორ უნდა გავუკეთოთ ერთი ფერის გაფორმება ნებისმიერი ზომის ფოტოს. პირველ რიგში დავაჭიროთ File, ამის შემდეგ დავაჭიროთ New, ავირჩიოთ სასურველი სიმაღლე, სიგანე, სიგრძე ფოტოსი და დავაჭიროთ OK-ს. ამის შემდეგ დავაჭიროთ Continue და როგორც ხედავთ, იქნება 1600-900-ზე ტრანსპერანტის ფორმის, ასე ვთქვათ, ფონი. ჩვენ შეგვიძლია დავალოთ ამას ნებისმიერი სასურველი ფერი გაფორმებად, ავირჩიოთ სასურველი ფერი. ამისათვის დაგვჭირდება ესეთი იკონკი, რომელიც არის მარცხენა მხარეს განთავსებული. ავირჩიოთ ფერი, აი მაგალითად, ავირჩიოთ ღია ცისფერი. ამის შემდეგ ავირჩიოთ ასე ვთქვათ, თული, რომელსაც ეწოდება Resangel tool და გადავატაროთ მთლიან ფოტოზე, ესე ვთქვათ, ეს ჩვენი Resangel tool-ი. ამის შემდეგ როგორც ხედავთ, ფოტოს დაედო ეს ღია ცისფერი და დავაჭიროთ მაუსის მარცხენა ღილაკს ფოტოს გარეთ სივრცეზე და როგორც ხედავთ, ეს ისა გვიჩვენებს, რომ 3000 პიქსელის ზომით დაედო ეს ფერი მთლიან ფოტოს. ვაწვევით OK-ს და როგორც ხედავთ, ფოტომ შეინარჩუნა ლურჯი ფერი და ჩვენ უკვე შეგვიძლია მასზე დავადოთ რაიმე ტექსტი, დავადოთ რაიმე იკონი და გავიკეთოთ ლამაზი გაფორმება ვიდეოებისთვის, ან უბრალოდ გავიკეთოთ რაიმე ძალიან ლამაზი ფონი, თუნდაც მარტო ასეთი ლურჯი ფერით და ლამაზი წარწერით გავიკეთოთ ეკრანის ფონი კომპიუტერებისათვის. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩემო მეგობრებო, ეს იყო საკმაოდ მარტივი ვიდეო გაკვეთილი დღეისთვის. იმედია გამოგადგებათ და გამოიყენებთ შემდგომში, როცა თქვენ მოგიწევთ მუშაობა Photoshop-თან. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1207